ეხლა ვიყვებით სასტუმრო ლეკებუში, ეს არის სასტუმროს პირველი სართული, რომელსაც აქვს ძირს ყოფილი მორგი, საიდანაც არის აქედან ჩასასვლელი და არის რკინის კარი. წესით აქ თემი ყოფნა არ შეიძლება, მე ამცალო მანქანის ამ ტერიტორიაზე შემოსვლა, ამასაც გეტყვით თუ რატომ აქვს აკრძალა, ეს პოლიციასთან თანასწორებით მოხდა, ლეკებუშმა როდესაც მე ამიგზავნა აქ შემოსვლა, ესე ვთქვათ, ამიტომაც ახლა კანონს ვარღვევ და შეგიძლია ბატონო როჯერ ლეკებუშო მიმართო სასამართლოს და სასამართლოში ვიდაოთ მე და შენ მე მაქვს აქ ყოფნის უფლება თუ შენ გაქვს ყოფნის უფლება. მოგახსენებთ ახლა რასაც შევესწარი, როდესაც ჩამოვედი იმ კარებიდან, აი იქ იდგა სასწრაფო სამედიცინო მანქანა, რომელსაც ორივე კარები უკანად იარქოდა. და აქედან ორი ბიჭი ამოვიდა. და მივედი მათ და ვკითხე, რადგან სასწრაფო სამედიცინო მანქანა დავინახე, მეთქი მოთახმარება ხო აღჭირდება, თქვა ინგლისურად, გერმანულად შევეკითხე. მათ ერთმანეთს გაკვირვებულად შეხედეს და ერთი ეკითხება მეორეს, რომ რა გვითხრა, ქართულად ეკითხებია. და მივხვდი, რომ გერმანული არ იციან და ესეთი პირები სასწრაფო სამედიცინო მანქანაზე ვერ იმუშავებენ თუ ენა არ იცის და გამოველაპარაკენ, მეთქი ქართველები ხართ, კი ქართველები ვართ. მეთქი რა კარგი მანქანა გქონთ, მეთქი და მუშაობთ, მეთქი სასწრაფოზე თქვა და კიო სასწრაფოზე მუშაობთ და უკვე მივხვდი, რომ პიროვნება მათყულებს, რადგან ვერ იმუშავებს. ენის გარეშე არც უნი ადამიანი ვერ იმუშავებს. გამორიცხული არის. ამიტომ დავინახე ესეთი ხსნარი, რომელიც ედოთ შიგნით, სადაც პაციენტს აწვენეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში და ეს არის სინამდვილეში დიდი ავტომობილების საზღვაოს საწმენი, გამონაბოლქვის გამოსუფთავებელია, ეს რო გითხრათ, ადგილს ეძახიან ძღოლები. ანუ ამ ხსნარს იყენებენ, რომელიც გითხარით მე თქვენ სპეციალური ხსნარი, რომლითაც ირეცხება შემდეგ მორგვის, სადაც ადამიანის ორგანოებს უღებენ, სისხლი იქცევა იქ და კლავენ. ამ ხსნარით ირეცხება ეს, ანუ ყველაფერი ვიცი ამ ებრაელების შესახებ თუ როგორ მუშაობ. ამიტომ მოვუტანე როჯერ ლეკებუშს ახლა რომ გამოლევია, გავიგე და აქ დავუტოვებ, რომ ლეკებუშო დაიმასორო, რომ მე ვიყავი აქ გიორგი იძვაშვილი მოსული. და ჩემგან სამახსოვროდ გამოვიჭი. ამ ბიჭებს ვუთხარი, რომ მეთქი დამიტოვეთ, მეთქი ეს ერთი კანისტრა თქო, მინდოდა დამეტოვებია, რომ მათი ანაბეჭდები და დნმ მქონეობდა. ანუ ამ საქმეზე დიდი ხნის განმავლობაში ვეძიებოდი და დიდი ხანი ვიძიებდი, რადგანაც მამაჩემთან დაკავშირებით და კიდე სხვა რაღაცებთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გაგვიჩნდა ყოველთვის, რომ ესეთი ხალხი დედამიწის ზურგიდან გამენადგურებია საერთოდ და ჩვენ პლანეტაზე არ ეწყო. ამიტომ ხმაური გაიგონეს იმ ბიჭებმა ქვემოდან, ხმაური ამოდიოდა და გაიქცენ ქვემოდან. მე წამოვედი და აქ მოვედი კარებთან და როგორც კი დავაკაკუნე თუ არა, გერმანულმა გოგომ გამიგო კარები, თუმცა სიგარეტის გამოსაწვევად გამოდიოდა აგერავთ საფრთხე, აქ ეწევიან ეს დიურუ არის, სადაც ავტომანქანების აფორმები და რაღაც თავისუფლად სულ. ამ გოგოს შეუნები, რომ მეთქი დავლიდან ვიღაცა ყვირის, მეთქი I am from Africa, please open me a door. ანუ ყვირის ვიღაცა ინგლისურად, რომ აფრიკელი ვარ, გამიგეთ კარებები. მეთქი თუ არის მეთქი რა, უფროსი მეთქი მიდით უთხარით მეთქი და ამ დროს კიდე გაისმა ხმა და ეს გოგო შევიდა შიგნით და უთქვამს როჯერ ლეკებუშისთვის. მე ამ დროს მე ახლა მინდა მათ რო დამენახე, ამიტომ ეს კარები გავახე, და აქ დამემალე. აი ესე დამემალე და ესე უყურებ ყველაფერს აქ. თუ როგორ იქნება. როჯერა გამოვიდა, ლეკებუში გამოვიდა იქიდან, ჩავმართა დაბლა და ძალიან ესე გაღიზიანებული უთხრავს კარებები, ხელს რომ ლეკებუში ვარ, კარებები გააღებთ. როდესაც იმას კარებები გააღებთ, ორი პატარა ბიჭი ამოვარდა ზემოთკენ და ერთმანეთს ეუნებიან რა ძალა ქონებიაო, როჯერასო როგორ დამარტყაო და ერთმანეთს აჩვენებენ სადაც ქონა განარტყა. ამ დროს ამოვიდა როჯერაც, ერთი ისე ცოტა მეტი მსუქანი ბიჭი იყო, ქართული ენაზე მოლაპარაკე, სინამდვილეში ის ებრაელია და ეს ზანგი ამოვიდნენ, მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო მანქანასთან. და როჯერას ეუნებიან, რომ როჯერე უნებოდ რომ წადით აქედან, კაცი აი ერთ საკეთებს რომ წადით რა. ხო და ის ეკითხება, რომ ამას რა ვუყოთ და მაგით წაიყვანეთო რა. ლეკებუში მოუთხრა, მაგით წაიყვანეთო და გაიქცა როჯერა, რომ ჟალუზი გაეღო. იქითკენ მათთვის და ჩემს თვალწინ მიადო ელექტროშოკი მარცხენა თირკმელის თავზე მსუქანმა ებრაელმა, რომელიც მათ შორის ყველაზე მეტის დაროვი იყო, მიადო იმ ბიჭს, აფრიკელ ბიჭს, დაარტყმევია ერთი სიტყვით დენი, იქავე ჩაიკეცა იგი, შეკუჭეს ისევე მანქანაში, ესე ვთქვათ, და გავარდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით აქედან წავიდა.
შემდეგ გებულობ, რომ ეს აფრიკელი ბიჭიც გადაუყვანია დიუსელდორფში შტარგანდერ ქუჩაზე 34-ში და იქ ამოუღიათ მისთვის ორგანიზაცია. ეხლა როგორ გებულობ ამას? ეს ყველაფერი აქ დამთავრდა, მე აქედან გავიპარე, ერთი სიტყვით ყველას გამორჩა მხედველობიდან რომ მიაქვეყნები. თუმცა მე გაახსენდათ იმისათვის, რომ ეს ვიღაცა ქართველმა ნახა. ამიტომ დამიძახეს, რომ როჯერად თურმე ლეკებუში რუსულად ვერ გებულობდა და ჭირდებოდა გერმანული თარჯიმანი, როჯერად გასახ კარებში, როდესაც ჩამომიყვანეს ერთი თანამშრომელი ქართველი კაცი აქ დგას და ის ებრაელი იქ. ამიტომ მე უთხრობდი როჯერას ამ ქართველისგან გერმანულ ენაზე. ანუ ისინი ლაპარაკობენ მანქანის გაფორმებაზე. ტერმინით მანქანის გაფორმებაზე და სინამდვილეში ერთმანეთს უყვებიან ამბავს. რომ თურმე ის ორივე ფარჩა აქვს, ჩემზე და ზურაზე გულისხმობს. ესეთი სიტყვებით ეუბნება, ანუ პაროლით ელაპარაკება, რომ ორივე ფარებს ჩააქროს და შემდეგ რომელსაც უნდა იმას აანთოს. ანუ ჩემზეა ინტერესი, რომ მე ჩამიყვანოს დაბლა, ანუ ელექტროშოკით ელაპარაკება, რომ ახალი ნაკედი მაქვს და ჩემი ფარიო კაი არის. როჯერ ეუბნება, რომ ეს მძიმე თემა არის, შენ ამას ვერ შეასრულებ და შენ მარტო ხარო? კიო, მე მარტო ვარ. არაო, მაშინ რომ მოიყვანეო შენი მეგობრებიო და ბევრი ადგილი გაქვს სხვა გაყო და სადაც გინდა თუ იქ გააკეთე ერთ ექსაკ. მე ხვდები ახლა უკვე ესენი რასაც საუბრობენ ერთმანეთთან დაკავშირებით. და გადავიდნენ გადაერთენ სხვა საუბარზე, რადგანაც ამ ბიჭუთ ხარი ძალიან რაღაცა იმანჭებოდა, მეთქი სწორად ადექი მეთქი ბიჭო და ადამიანს კარგად დაელაპარაკე მეთქი, რადგანაც თვითონ უკვე აღარ ცდილობენ შესუმართლა მე სადონ. მე მინდა უკვე რომ გამოვიწვიო და მართლა ჩავიყვანო, გადავალდო აქედან. იგი მოვკიდო ხელი და გადავალდო როჯერად და ის. და ანუ ისე უნება რომ ადრეო ხო გააფორმეთო თქვენო სხვაგანი. ხო და ესე უნება კიო გავაფორმეთო, მაგრამ თეთრიო. თეთრი გავაფორმეთო, ანუ თეთრი იყო საწყალი რეზო, რომელსაც თეთრით თვამთმები ქონდა და როჯერა ეკითხება გაკვირვეული რომ თეთრიც ყავთო განაფორმებიო, ანუ როჯერა გულისხმობს რომ გერმანელი თუ ყავთ როდისმე მონაკავი და გერმანელიდან თუ აქვს ეს რგანოები ამონაკავი და ისე უნება არა ტრიშა რო ქონდაო თეთრიო რა, თუ მანქანაზეა საუბარცინული საწყალი რეზოს ახსენებენ. ხო და კაიო ის მეორეც რო გააფორმეთო, ანუ აფრიკელია ახლა საუბარი. კიო ის მეორეც გააფორმეთო და მაშინ ბავშვები სად იყო და ბავშვებიო მამასთან იყვნენ წასულები. მე ეს ყველაფერს მივხვდი ახლა უკვე ესენი რაზედაც საუბრობენ, მაგრამ მე ამას თარგმნი ისე რომ არ შევიმჩნიო არაფერი. ამის შემდეგ გადის რამოდენიმე დრო და მე უკვე ვამჩნევ აქ რომ ძალიან უშლი მამად ხელს აქ ცხოვრობდი, ამ სასტუმროში ცხოვრობდი და როჯერა ლეგებუშმა დამიჭირა საბოლოო ჯამში და გარეთ ქუჩიდან 4 კაცმა დამიჭირეს, დამიგრიხეს ხელები და ქუჩიდან გააყოლეს ჩემი თავი პოლიციას. რაღაც მიზეზის გულისთვის ერთი ხანა გავათიე პოლიციაში, არ მოყვევი ხა დეტალურად რაც მოხდა პოლიციაში და გამოვედი პოლიციიდან მეორე დღეს და აქ ამიგრძალეს ზოგადად ჩამოსვლა. არ შეიძლება ჩემი ჩამოსვლა, ვარღვევ ახლა კანონს, მაგრამ ამაზე მეტი ვარ ესა დავარღვევ უკვე. რადგანაც მე ჩემი ფინალი მინდა ყოფილიყო ისეთი როგორიც დავასრულე უკვე. და როდესაც 30 სექტემბერს ახლა ჩამოვფრინდი საქართველოსდან, დაახლოებით 10 სექტემბრი ოქტომბრისთვის მოვედი როჯერასთან და უთხარი რომ მეთქი მაგ ბიჭები შენ ვისაც მეთქი გვერდში უდექი მეთქი მაგენი ჩალიჩობენ მეთქი ორგანოებზე და გადადი მეთქი პოლიციაში და პოლიციაში თქვით რომ მე გადატენილი იარაღით დავსდევარ მეთქი და სადაც მოუკლავ მეთქი მე შენ დაგასახელებ. ერთი 5 დღის მერე განმოვედი და როჯერა მეუბნება რომ დამელაპარაკეო, მოდი დავილაპარაკოთ და ვაგინე მაგრამ წარეთ რა და ამას არ დავმალავ რა ვიცი ხანი ესეთი გინებით არ მიგიდევია მე ადამიანისთვის როჯერას ვაგინე მაგრად მეთქი გააკეთე რასაც გეუნები მეთქი თორე კაროჩე თქო რა აღარ დავამთავრებ ახლა ცენზურას დავიწყე. ერთი სიტყვით როჯერა გადავიდა პოლიციაში და უთხრა რომ რაღაც თავის ზღაპრის, თავის დონეზე, თავის ენით მოყვა რაღაცებს, გაიგე? და ამიტომ 31 ოქტომბერს მოვდივარ და აქედან გამოსულს, აი აქედან გამოსული ექიმს ისე რომ ხვდები აგერ წინ, სადაც არის 38 წამიანი ვიდეო აიტუთა ეს სინამდვილეში 37 წამი იყო, მაგრამ YouTube-ზე აიტუთა 38 წამად. აქედან ამოსული ექიმი, რომელმაც დაუშვა შეცდომა სინამდვილეში აქ უნდა დალოდებოდა მანქანას დახურულ სივრცეში და იჩქარა და გამოვიდა გარეთკენ იმ ხელჩანთით, რომლითაც გამოვიდა და გამოქონა ის ორგანოები, რაც გამოქონდა აქედან უკვე ჩატარებული ქონა თავისი ოპერაცია. მე შევპირდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად პროკურატურას რომ თუ არ დამირეკავდნენ, თუ არ შემომეხმაურებოდნენ, თუ არ გამოიძიებდნენ ამ საქმეს, მე კიდე გავავრცელებდი და სახელმწიფოს დავასახელებდი. ამას კიდე აქვს აქ ამ სასტუმროში კიდე გაგრძელება, კიდე იქნება მეორე ვიდეო,
თუ არ შემომეხმაურებიან და მე მინდა მე ახვალ დაბადების დღეა, დღეს უბრალოდ დაბადების დღეა ბატონო ვახტანგ კომელაურის და ადამიანისთვის ყველაზე ძვირადღირებული და თან შინაგან საქმეთა მინისტრისთვის არ არსებობს ინფორმაციაზე მეტი ძვირადღირებული საჩუქარი. მე ამისათვის მახსოვს ჩემი ბავშვობა პოლიციაში ვყლავდნენ პირდაპირ ტყმევით იმისათვის რომ ვინმე ჩაგვეშვა და რაღაცა პოლიციისთვის ინფორმაცია მიგვეწოდება. აგერ მინდა გითხრა ბატონო ვახტანგ შევიცვალე აღარ მჭირდება ტყმევა, აღარ მჭირდება წამება, ინფორმაცია ამაზე მეტი უკეთესი არაფერი არ არსებობს. ჩვენ დრო არ გვეყო იმ დღეს რომ პოლიციაში გამოძიების დროს, გამოძიებელთან საუბრის დროს ეს ყველაფერი მომეყოლა. ამიტომ თქვენ მე თვითვალდებულს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც მთავარ პროკურატურას, რომ ეს ინფორმაცია ახლა პოლიციელებად არ ივარგეთ და ბოლო-ბოლო თარგმნად მაინც ივარგეთ ახლა და არ მოუთარგმნეთ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიაწოდეთ როგორც ინფორმაცია ჩემგან და შემდეგ მე დამიკავშირდებიან ისინი და დეტალებს კიდევ უფრო კარგად გავაცნო მათ როგორც იყო რაც იყო და მე თითქმის მაგენის ფეხის ზომა ვიცი, ის მანქანაც ვიცი, ის ყალბი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა რო დაიმტვრა, სად გაკეთა, ვინ გააკეთა. ერთი სიტყვით სადარიან ხალხი ყველა ვიცი, სად მიდიან, როგორ რასაკეთებენ, როგორ არსებობდნენ, რა კამერებს ხმარობენ, ეს არის Wi-Fi კამერები, ამის ვახსენე მე ბრილიანტი საყურეზე იყო საუბარი, რომ ებრაელებს შეუნებოდი ვიცი თქვენი ბრილიანტი საყურე თქვა, ის Wi-Fi-ს ყურსასმენია, რომელზედაც ინტერნეტით ჩვეულებრივად უკავშირდებით და ელაპარაკები ადამიანს და ბევრი ინფორმაციები მაქვს და ამ ინფორმაციებს შემდეგ მე დავამატებ დანარჩენს თავარია თქვენ ეს მოაწოდოთ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს რა ვქნა მე ესეთი ადამიანი დავიბადე და ესე გავიზარდე რაც მეტად შევწუხდები მით უფრო მწარედ შეგაწუხდით მაპატიეთ მაგრამ ესია მე მგონია ყველა ქართველი ესია რომ არ არიან ქართველები დაჩაგვრას მიჩვეულები და იცით რომ მე სოფელში დაბადებული კაცი ვარ და ამიტომ დაჩაგვრას მე ვერ გაუძლებ, ვერასდროს ვერ ავიტან. რა ვქნა, თქვენ 59 წლის გახდით დღეს ბატონო ვახტანგ გომელაურო, მაგრამ მე 2021 წელს უკვე თბილისის სასამართლოს გაცემული აქვს მოსამართლეს თანხმობა ჩემი ორგანოების გასხვისებაზე, როდესაც თემქის საავადმყოფოში მომართა ვიღაცა პიროვნება და ორგანოები მომთხოვა, მან მითხრა